გესმით ლოგისტიკაზე ვისაუბრებთ და ძალიან საინტერესო ზოგადად e-commerce მიმართულებით. სერგო ავსაჯანიშვილს მივესალმები, რუბრიკის ავტორს, გადაცემის პარტნიორს და კომპანია K-Call-ის დამფუძნებელს. სერგო, მშვიდობის მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. ძალიან საინტერესო თემა გაქვს დღეს, ძალიან საინტერესო პასაჟით, ასე ვთქვათ, რასაც ონლაინში ნახავს ჩვენი მაყურებელი და დავაანონსოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ სანდრო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ზვიფას. მოკლედ, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ელექტრონულ კომერციაზე, ხო? ელექტრონულ კომერციაზე და რეალურად ეს ინდუსტრია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრია არის და ბუნებრივია საქართველოს არ ჩამორჩება. და აქ მინდა რაღაცა პატარა, ასე ვთქვათ, კომენტარი ვთქვა, სხვათა შორის ჩვენ ეთერში, რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენ საუბრობდით e-commerce-ის, ასე ვთქვათ, შესახებ და საუბრობდით ონლაინ გადახდების და ონლაინ ვაჭრობის წილზე, მაშინ ჩვენ მოყავდა გალტენ ტაგარტის კვლევა, სადაც იყო საუბარი 1%-ზე წილზე. დღეს ეს, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი შეიცვალა და გახდა 8%. ანუ რეალურად ონლაინ ვაჭრობის, ასე ვთქვათ, მოცულობა დღეს აჭარბებს 3,5 მილიონი ლარს. კი ბატონო. ხო და დღეს მოკლედ ჩვენი სტუმარი არის თამარ გუგულაშვილი, კომპანია OnWay-ის დამფუძნებელი და დირექტორი და ამავდროულად სხვათა შორის e-commerce ასოციაციის დამფუძნებელი. თამარ, მოგესალმები. გამარჯობათ. მოკლედ ეს მაჩვენებლები სპეციალურად ვთქვი იმისათვის რომ განსაზღვროთ რეალურად რა არის დღეს e-commerce-ის, ასე ვთქვათ, საქართველოში წარმატებას, რა უზრუნველყოფს. არის ეს პროდუქტი, არის ეს მარკეტინგი თუ ლოჯისტიკა, ხო, რომელიც საბოლოო ჯამში ახდენს რეალურად გავლენას მოხმარებელზე და მის გამოცდილებაზე. დავიწყოთ ამით, ამ კითხვით. რა არის დღეს, რა ახდენს დღეს გავლენას ამ ზარდ ინდუსტრიაში საქართველოში? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და საინტერესო თემის წამოწევისთვის. ზოგადად ელექტრონული კომერცია, ვხედავთ რომ გლობალურად მზარდი არის. ვინაიდან და რადგანაც ადამიანები უფრო მეტად აღარ ხარჯავენ დროს მაღაზიებში მისვლისთვის, იყენებენ დაუშვათ ციფრულ სერვისებს და ეს დინამიკა საქართველოშიც იგრძნობა. განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ ელექტრონული კომერცია საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზუსტად 2019 წლიდან არის ეს. 2020 წლიდან ძალიან დიდი ბუსტი ჰქონდა e-commerce საქართველოში. დღეს აბსოლუტურად ყველაფრის შეძენა შეიძლება ონლაინ, მაქსიმალურად ციფრულდება სერვისები და რა თქმა უნდა, ლოგისტიკური კომპანიებიც ამასთან ერთად ვიზრდებით ცხადია ბაზარზე. E-commerce იზრდება როგორც ადგილობრივი ჩვენი ქართული, ასევე იზრდება საერთაშორისო ელექტრონული კომერციის მოხმარება და ჩვენ ვხედავთ რომ ბოლო პერიოდია საკმაოდ აქტიური არის ეს კონკურენცია გლობალური მოთამაშეების მხრიდან და შეგვიძლია ვთქვათ რომ მიუხედავად იმისა რომ იზრდება ელექტრონული კომერცია ეს ზრდა ბოლო 1 წელია დაახლოებით ან ცოტა მეტი უფრო მეტად აისახება საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებზე ვიდრე ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებზე. თუმცა ჩვენ მაინც ვხედავთ დინამიკას, რომ ისეთმა გლობალურმა მოთამაშეებმა, რომ როგორებიც დაუშვათ ბოლო პერიოდია ბაზარზე ოპერირებენ, ძალიან დიდი მოთხოვნა გააჩინეს ელექტრონული კომერციის. ისეთი ადამიანებიც კი ჩართეს, რომლებსაც აბსოლუტურად არც კი გვეგონა, რომ e-commerce-ი სარგებლობა შეეძლო და რაღაცა ონლაინ მაღაზიის გამოყენება. ფაქტი არის, რომ ჩვენი მომხმარებლები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართული e-commerce-ში. და ჩვენ ქართული მხარეც ამაში საკმაოდ დიდ შესაძლებლობას ვხედავთ, რომ რაღაცნაირად მოვიზიდოთ ეს მომხმარებლები ადგილობრივ ბაზარზე და შესაბამისად გავზარდოთ ადგილობრივი ელექტრონული კომერციის მოხმარება. რაც ცხადია ლოგისტიკის მიმართულებითაც ძალიან გაზრდის ბაზარს. თამარ, დღეს ნაწილდება რეალურად 60 დაახლოებით, ხო, 60-40, ანუ 60% დაახლოებით მოდის ლოკალურ მარკეტპლეისებზე, ხო? 40% გადის საერთაშორისო მარკეტპლეისებზე. ანუ რეალურად ეს ეხლა კონკურენციაა თუ რაღაც გამოწვევაა ქართული კომპანიებისთვის, ხო? ანალოგიურად ეს არ ეხება მხოლოდ e-commerce, ხო? ანუ e-commerce დღეს ლოჯისტიკის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია, ხო? იმიტომ რომ კლიანად შეგვიძლია даже უწოდოთ, რავი, ლოჯისტიკური კომპანია, ხო? როგორ ებრძვის ამ ყველაფერს და ანუ რას ხედავს ამაში კონკურენციას თუ გამოწვევას ქართული ბაზარი? ქართული კომპანიები ძალიან უბრალოდ, ხო? ანუ ძალიან. თქვენ ახლა ახსენეთ ის წილი გალტენ ტაგარტის კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც არის, რომელშიც შედის ფუდიც, ანუ საჭმლის მიტანის სერვისი. სხვათა შორის ყველაზე პატარა პროცენტი უჭირავს ამ ყველაფერში, 1.1% FMCG-ს უჭირავს რეალურად, ანუ პატარა პროცენტი. რეალურად ყველაზე დიდი პროცენტი მოდის
fashion-ზე. სხვადასხვა საკმაოდ აქტუალური არის ნამდვილად მოდა და შესაბამისად მომხმარებელი ძალიან აქტიურად იწერს პროდუქციას საზღვარგარეთიდან ჩვენ რასაც ვაკვირდებით ადგილობრივი ონლაინ მაღაზიებითაც სარგებლობენ თუმცა თუ დავაკვირდებით ახლა დინამიკას ფაქტი არის რომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო უფრო მეტად არის ჩართული და ადამიანებს ალბათ ფასიდან გამომდინარე ურჩევნიათ რომ საზღვარგარეთიდან შეიძინონ პროდუქცია ჩამოიტანონ საქართველოში თუმცა ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ რომ ეს დინამიკა აქეთ მხარესაც შეიცვლება დადებითად და შესაბამისად აქაური ელექტრონული კომერციაც გაიზრდება. ამას ცხადია ხელს ისიც შეუწყობს რომ ლოგისტიკის მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ანუ ჩვენ ერთი რაც გვაქვს კონკურენტული უპირატესობა ის არის რომ საკმაოდ სწრაფად შეგვიძლია რომ პროდუქცია მივაწოდოთ მომხმარებელს მეორე დღესაც კი მაგალითად მოგეხსენებათ on-way-ის დამფუძნებელი ვარ და ჩვენი მიზანი არის რომ რაც შეიძლება სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებლებს. ჩვენი მიუხედავად იმისა რომ ჩვენ პოსტა ვართ ჩვენ ხედავთ ჩვენს წილპასუხისმგებლობას e-commerce-ის განვითარებაში, ადგილობრივი ელკომერციის განვითარებაში და ხედავთ იმას, რომ ლოგისტიკას ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი უჭირავს ელექტრონულ კომერციაში. თუ თქვენ შეუკვეთეთ პროდუქტი და ის არ მოვიდა ან დაგვიანდა, შესაბამისად შეიძლება მეორედ აღარ ისარგებლოთ. ამიტომ ჩვენი წილი და ჩვენი როლი ელექტრონულ კომერციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, სულ ვცდილობთ, რომ განვითარდეთ ტექნოლოგიურად, განვითარდეთ მოცვის ნაწილში დავფაროთ ყველა ლოკაცია, რაც შეიძლება სწრაფად. მაგალითად, ახლა თბილისში მეორე დღეს მიტანა გვაქვს და ამის აჩქარებასაც ვფიქრობთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე რეგიონში ძირითად ქალაქებში, სადაც ფილიალები გვაქვს და ჩვენ საქართველოში 11 ფილიალი ვართ წარმოდგენილები. მეორე დღესვე ჩადის ამანათები. უმეტესწილად, მოკლედ, რეგიონს სრულად ვფარავთ მეორე დღეს, თუმცა არის ლოკაციები, სადაც 2-3 დღე ჭირდება, მაგალითად მესტიაში რომ ჩავიდეს ამანათი, დაახლოებით 2-3 დღე დაჭირდება. თუმცა ამ მიმართულებითაც მუშაობთ, იმიტომ რომ ხედავთ რომ ლოკალურად რაღაცა მოთხოვნები ხო, მომხმარებლების იზრდება, ანუ შეიძლება უცებ ისე მოხდეს სეზონურად, მაგალითად, მესტიიდან თუნდაც ძალიან ბევრი გზავნილი არის და შესაბამისად ძალიან ხშირად გვიწევს იქ მისვლა და შეიძლება გავზარდოთ კიდეც რაღაცა მიტანის სიხშირე ამ მიმართულებით. ამიტომ ეს დინამიკა ძალიან მნიშვნელოვანია და მისი, ასე ვთქვათ, გაუმჯობესება ყოველწლიურად. თუმცა სამუშაო ძალიან ბევრია რა. ეხლა რო ვახსენოთ, პრინციპში ერთი ყველაზე ბოლო ტრენდი რაც არის, ეს არის ტემუ, ხო, რომელმაც რაღაც 24 წელს შემოვიდა თუ არ ვწდები საქართველოში, ხო და ანუ აბსოლუტურად გადმოაყირავა მთელი e-commerce, ხო? ამ შემთხვევაში აი ეს არის გლობალური კომპანიები, ხო, იგივე Amazon, იგივე სხვა AliExpress-ები და ასე შემდეგ, რომელსაც აქვს გლობალური ლოჯისტიკა უკვე აწყობილი, ხო? რომლის მეშვეობითაც ფაქტიურად ნებისმიერ წერტილში, მათ შორის მესტიაში მიაწვდის ნებისმიერ დროს, ხო? ამ შემთხვევაში მათ ჭირდებათ დაახლოებით საშუალოდ 10 დღე მიწოდებისთვის, ხო? ანუ რა არის ის ვადა რეალურად, რომ აი ქართულმა ლოჯისტიკურმა კომპანიებმა განახორციელონ მიწოდება, ხო? აი რა არის ის მინიმალური ვადა? რატო უნდა გადმოვიდეს ქართულ marketplace-ზე, ხო? ანუ რეალურად მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაღაც დეფიციტია საუბარი პროდუქციის, ხო? აქ არის სერვისზე საუბარი, რომელსაც რეალურად სთავაზობს ეს გლობალური ბრენდი. ამ შემთხვევაში ლოჯისტიკა, ქართული ლოჯისტიკა რეალურად, ну, ბევრი გაქვთ ალბათ, ხო, სამუშაო და ჯამში e-commerce-თან ერთად სერიოზული გამოწვევის წინაშე ხართ, ხო? ამიტომ აი როგორ აპირებთ რა, ანუ რეალურად აი ლოჯისტიკამ რა უნდა გააკეთოს საქართველოს, როგორ უნდა ებრძოლოს ამ გიგანტ კომპანიებს და აწყობილ გლობალურ ლოჯისტიკას? რეალურად კონკურენცია ალბათ პირველ ეტაპზე უფრო ელექტრონული კომერციის ნაწილში არის, ვინაიდან თემუსნაირი პლატფორმები ძირითადად ფასის და პროდუქტის მრავალფეროვნების ნაწილში უპირისპირდებიან. კი, ლოგისტიკა სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რო შევადაროთ, აი ჩვენ როგორ შეგვიძლია ეს დაუშვათ ჩვენი უპირატესობად ვაქციოთ სისწრაფე. ანუ თემუს მაინც დაუშვათ 10 დღე ჭირდება იმისთვის, რომ პროდუქტი ჩამოიტანოს საქართველოში და მიაწოდოს, გაიაროს საბაჟო პროცედურები, რაც მაგალითად გართულებული გადაზიდვების ფონდზე საერთაშორისო მასშტაბში შეიძლება ადგილობრივად ცოტა გვიან მოხდეს მიწოდება. შესაბამისად, ადგილობრივ კომპანიებს აქვთ რა მარაგები ადგილზე, თუ ჩვენ დავეხმარებით, რომ უფრო სწრაფად მიიტანონ ეს მარაგები, რა თქმა უნდა, ეს დამატებითი კონკურენტული უპირატესობა იქნება. აქედან გამომდინარე, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ლოგისტიკაზე მის როლზეც ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ მეც ფიზიკურად ვერ იზამს ქართული ლოგისტიკა, მაგრამ მეორე მხრივ მომხმარებელი ალბათ იმაზეც უნდა დაფიქრდეს, რომ
ბენეფიტები ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებში და ადგილობრივ მიწოდებაში ის არის, რომ აქ რეალურ ადამიანებთან შეუძლიათ კომუნიკაცია პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში, ძალიან მარტივად შეუძლიათ რომ დააბრუნონ პროდუქტი, ასევე მათი უფლებები მათ უფლებებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოც იცავს და იმ შემთხვევაში თუ მათ არ მოეწონებათ ან დაბრუნება მოუნდებათ რაღაცა პროდუქტის შეუძლიათ რომ დაუშვათ მაღაზიასთან მოუგვარებლობის შემთხვევაში მიმართონ და თავიანთი თანხა ან პროდუქტი დაიბრუნონ ჩვეულებრივ, ხო? ეს ბენეფიტი სამწუხაროდ ჩვენს მომხმარებლებს საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებთან მიმართებაში არ აქვს, იმიტომ რომ ლოგისტიკურად საქართველოსთან საკმაოდ რთული არის გაგზავნა პროდუქციის საზღვარგარეთ. შეიძლება იქიდან აწყობილი არის სისტემა და მარტივად და სწრაფად ჩამოდის, მაგრამ აქედან ეს ნაწილი, ხო, დაბრუნების პოლიტიკის ნაწილში საკმაოდ გართულებული არის და მომხმარებელი ფაქტობრივად ვერ იყენებს ამ ბერკეტს, რაც მაგალითად ევროპის ან ამერიკის ქვეყნებისთვის ძალიან აქტუალურია. იქ სხვათა შორის ესეთ განვითარებულ ქვეყნებს, სადაც e-commerce-ით განვითარებული არის. ერთ-ერთი მთავარი განმეპირობებელი ფაქტორი, რითიც სარგებლობს მომხმარებელი ელექტრონული კომერციით აქტიურად, არის ის, რომ დაბრუნების მარტივი მექანიზმები არსებობს. და წელს რაღაცა მაღაზიები საუბრობთ ბერლინის ექსპოზიციაზე ვიყავი, სადაც ეს დაბრუნების ტექნოლოგიები, ხო, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი იყო. შეგვიძლია მაღაზიებმა მეკითხა ზუსტად რა, ანუ e-commerce-ის ბერლინში ჩატარდა ესეთი ექსპო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება თქვენი ინდუსტრიისთვის, ხო, ევროპაში და ეგ გამოცდილება საინტერესო იქნება, რომ გაგვიზიარო, ხო, ანუ რა მოიღეკნა, ხო, რა ნახე ისეთი, რაც შეიძლება რომ პირობითად დაანერგოთ საქართველოში და იყოს წარმატებული მოდელი. დიდი სიამოვნებით პირველ რიგში ამ ღონისძიებაზე ჩვენ ვესწრებოდით როგორც Onway-ის წარმომადგენლები, მე პირადად და ასევე როგორც ასოციაციის რიტეილისა და e-commerce ასოციაციის ხელმძღვანელი და ჩემი მთავარი მიზანი იყო რომ მომეძია, ასე ვთქვათ, რა სერვისები არის დღეს ევროპაში, თუნდაც ამერიკაში, იმიტომ რომ ამ ექსპოზე ძალიან ბევრი კომპანია იყო წარმოდგენილი, საერთაშორისო კომპანიები და მენახა რა არის ტრენდული, რა სერვისებს თავაზობენ, რითი არის განსხვავებული ქართული ბაზრისგან ეს კომპანიები. გარდა ამისა, როგორც Onway-ის პერსპექტივიდან, ჩვენ რეალურად საქართველოში ფაქტობრივად ყველა რესურსი ამოვწურეთ, სადაც შეგვეძლო რომ განვითარებულიყავით. რაღაცა ექსპერტიზა გაგვაჩნია, მაგრამ ეს ექსპერტიზა უკვე რაღაცა გარკვეულ პიკს მიაღწია და ფიზიკურად საერთაშორისო გამოცდილების გარეშე ამის გაზრდა და გაუმჯობესება უკვე ცოტა რთული არის. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენნაირმა კომპანიებმა საერთაშორისო პრაქტიკა, საერთაშორისო პარტნიორებისგან ისწავლონ უკვე და შესაბამისად რაღაცა სერვისების გაუმჯობესება, ტექნოლოგიური გაუმჯობესება წამოვიღოთ უკვე გამოცდილი ქვეყნებიდან. სწორედ ეს იყო მიზანი ჩემი ყოფნის. რაც შეეხება იმ დინამიკას და ასე ვთქვათ სიახლეებს, რაც მე ვნახე ბერლინის ექსპოზე. ფაქტი არის, რომ ლოგისტიკურ კომპანიებს საკმაოდ დიდი დატვირთვა ქონდა ამ ექსპოზე, იმიტომ რომ ხედავდი, რომ დაახლოებით 30-35% წარმოდგენილი სწორედ ლოგისტიკური კომპანიების იყო. თუმცა ლოგისტიკურ კომპანიებში მე არ გულისხმობ მხოლოდ საკურიერო კომპანიებს. ფაქტი არის, რომ ეგრეთ წოდებული 3PL, მესამე მხარის ლოგისტიკა და ეს fulfillment კომპანიები ძალიან აქტიურად არიან უკვე წარმოდგენილები და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ანუ თანამედროვე სამყაროში ძალიან აქტუალური გახდა სასაწყობე მომსახურება პლუს საკურიერო და დელივერი მომსახურება. უკვე მე მგონი ეს იმდენად დამერჯილი ინდუსტრიებია, ხო, რომელიც ან ფაქტობრივად ერთად მუშაობს ყველაზე ეფექტურად, ნუ. ნამდვილად. აქედან გამომდინარე, აი 3PL სერვისები იყო წარმოდგენილი ძალიან დიდი რაოდენობით და ვხედავთ, რომ საქართველოშიც ეს მიმართულება ძალიან აქტუალურია. Onway-ც თავის მხრივ უკვე მუშაობს ამ ახალ სერვისებზე დაახლოებით 4 თვეა და ჩვენი სოფტი ამ მიმართულებით უკვე მზად იქნება უახლოეს მომავალში და ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენს ახალ საწყობში უკვე შევთავაზებთ ახალ 3PL სერვისებს, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ შეეძლებათ მათი პროდუქცია დაასაწყობონ ადგილობრივად და მათი დამუშავება სწორედ Onway-ის ბაზაზევე მოხდეს. ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ მიტანის ნაწილი ძალიან ასწრაფებული არის და მათ შორის დაბრუნების ნაწილიც. ვინაიდან ჩვენ უკვე ამოვარდნილი გვაქვს აღების ლოკაცია, ანუ მომხმარებელთან ფაქტობრივად აღარ მივდივართ, ჩვენივე საწყობიდან შემოდის რა შეკვეთა. ამ შემთხვევაში უკვე ნახეთ აღების გაუმჯობესება ხდება დროის მიხედვითაც, ანუ ოპტიმიზაციას აკეთებთ ძალიან. რა თქმა უნდა, ვინაიდან მაგალითად ერთის მხრივ ხარჯების და მეორეს მხრივ 3 საათამდე თუ მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას და იმას ვიღებ დავუშვათ იმავე დღეს, უფრო გვიანობამდე გაფორმებული შეკვეთა შეგვიძლია მეორე დღესვე ჩავაბაროთ. ხო, ეს არის ძალიან დიდი ბენეფიტი, რაც შეუძლია კომპანიას მიიღოს ჩვენი მეშვეობით და ასევე მომხმარებელს, რა თქმა უნდა, ეს ბენეფიტი აქვს, რომ უფრო სწრაფად იღებს ამ მომსახურებას და მეორეს მხრივ ხარჯთეფექტურია მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ იმისთვის რომ მაგალითად კომპანიამ
გამყიდველმა თავის პროდუქცია გაკიდოს, უნდა დაასაწყობოს სადღაც, გადაიხადოს იჯარის ღირებულება, თანამშრომლები, ხარჯები და ასე შემდეგ. საკმაოდ დიდი არის, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ მოთხოვნას ადგილობრივ ბაზარზეც, უბრალოდ ცნობადობა ამ საკითხის ირგვლივ ჯერ ძალიან ცოტა არის და ჩვენ რასაც ვუყურებთ, კომპანიები, რომლებიც ამ ბაზარზე ოპერირებენ, ჯერ საკმაოდ მცირე მოცულობისანი არიან. ჩვენც აქტიურად ვისაუბრებთ ჩვენს მიმდინარე დამკვეთებთან, ვინაიდან ძალიან ბევრი ონლაინ მაღაზია ყავს. ყველას რა თქმა უნდა არ შეუძლია ამ სერვისებით სარგებლობა დღეს, იმიტომ რომ ფაქტობრივად თავიანთი საწყობი ურჩევნიათ, მაგრამ არის ისეთი კომპანიები, რომლისთვისაც ეს დამატებითი ბენეფიტი არის და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან მალე დავიწყებთ მუშაობას. თამარ, ფანტასტიკური რესპონდენტი ხარ და კიდე დიდხანს გავაგრძელებთ, მაგრამ ცოტა დრო გრჩება და არ მინდა რომ დავარღვიო ტრადიცია და მინდა ძალიან მოკლე ბლიცი შემოგთავაზო. რა სიტყვი ხო მზად? კი. ხო. იმედია. მოკლედ e-commerce-ში რა არის უფრო რთული პროდუქციის გაყიდვა თუ მისი დროული მიწოდება? ალბათ ახლა გაყიდვა. გაყიდვა უფრო რთულია დღეს ქართული e-commerce-ისთვის? ალბათ. მიწოდების ნაწილში ჩვენ ყოველთვის თანაპარტნიორები ვართ, ამიტომ არ მერტულება ეს ამბავი. მომხმარებელი რას უფრო სწრაფად იმახსოვრებს? კარგ ფასს თუ დაგვიანებულ მიწოდებას? დაგვიანებულ მიწოდებას. და რა გავლენას ახდენს ეს საბოლოო ჯამში მე? ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სტატისტიკურად ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ მომხმარებელი, რომელიც ერთხელ მიიღეთ დაგვიანებულ ამანათს, ის ძალიან გამწყრალია უკვე ელექტრონულ კომერციაზე და ძალიან დიდი ეჭვის თვალით უყურებს მას. კი ბატონო. ონლაინ ბიზნესის მფლობელები უფრო მეტად ნერვიულობენ გაყიდვაზე თუ კურიერზე? კურიერზე. კურიერზე. მაღაზიის წარმოადგენლები. და რომელი ფრაზა უფრო ხშირად ისმის ლოჯისტიკაში? კურიერი გზაშია თუ ხვალმოვიტანთ? კურიერი გზაშია. კურიერი გზაშია. ანუ ესეთ პასუხს იგებს ძირითადად on-ways მომხმარებელი. ნამდვილად. და თუ დღეს დაიწყებდით ონლაინ ბიზნესს, პირველ რიგში რას გააკეთებდით რა? ანუ მარკეტინგის აგენტოს მოზებნით თუ ლოჯისტიკის ესეთ პარტნიორს? ლოგისტიკის პარტნიორს აუცილებლად. მოკლედ, რა ვიცი, მე მგონი ძალიან საინტერესო გამოვიდა. ჩვენ ამ თემაზე კიდე ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ თემა არის ამოუწურავი, ანუ ინდუსტრია არის მზარდი და რეალურად რას ვამბობთ რა, ანუ რა დასკვნა გავაკეთეთ, ხო? ანუ ლოჯისტიკა რეალურად არის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რგოლი e-commerce-ში, რომელიც რეალურად ახდენს გავლენას, მივმართავ ონლაინ მაღაზიებს, ხო, რომელიც განსაზღვრავს დაბრუნდება თქვენთან მომხმარებელი თუ არა. ამიტომ სწორედ უნდა შევარჩიოთ უბრალოდ ლოჯისტიკის პარტნიორი. ძალიან დიდი მადლობა სერგო, თამარ, ძალიან საინტერესო ინტერაქციისთვის, ძალიან საინტერესო დიალოგისთვის და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.